ერთხელ მოგესალმებით, განვაგრძობთ მაუწყებლობას ჩვენს ეთერში ახლა ინტერაქტივის დროა და მაყურებელსა და რადიო მსმენელს გეძლევათ შესაძლებლობა დაგვეკავშირდეთ და ჩაერთოთ გადაცემაში, რაც მთავარია უპასუხოთ ჩვენს მიერ დასმულ კითხვას. დღეს ჩვენ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას შევაფასებთ და კითხვაც სწორედ ასეთი იქნება, როგორ აფასებთ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას სწორი მიმართულებით ვითარდება თუ არა ჩვენი ქვეყანა და სწორი გზით მიდის თუ არა. როგორია თქვენი შეფასებები ყველა იმ პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს, როგორც არჩევნები იქნება, ეს არჩევნების შედეგები, ასევე ის პოლიტიკური სურათი, რომელიც გვაქვს ქვეყანაში. ქართული ოცნება, იცით რომ ემზადება ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად, კანონს უკვე ხელი მოაწერეს. გარდა ამისა, უამრავი კანონია ბოლო დროს მიღებული, მათ შორის დემონსტრანტების საწინააღმდეგო, ქუჩაში გამოსული ადამიანების პროტესტთან დაკავშირებით შემზღუდავ კანონებს გულისხმობ. იქ სიტყვის თავისუფლების ნაწილში არის ძალიან ბევრი ნიუანსი, რომელიც სადაოა ასევე ადამიანებისთვის და იწვევს გაურკვევლობას, არასწორ დამოკიდებულებას, შეფასებებს, კითხვის ნიშნებს. ძალიან საინტერესოა თქვენი შეფასებები, ჩვენი მაყურებლების, რადიო მსმენელების, მოქალაქეების და იმ ადამიანების, რომლებიც უბრალოდ მაყურებლის როლში ხართ და არ ხართ აი ამ ყველაფერში ჩართული, როგორ ფიქრობთ აი ამ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, რამდენად სწორად ვითარდება ჩვენი ქვეყანა და რა შეიძლება იყოს აი ასეთ დროს სწორი გამოსავალი და სწორი გზა. თქვენ შეგიძლიათ ამ შემთხვევაში ჩვენი პირდაპირ ეთერის მეშვეობით გამოიყენოთ ეს ტრიბუნა და პირდაპირ ისაუბროთ თქვენს შეფასებებზე და თქვენს დამოკიდებულებებთან დაკავშირებით ჩვენი პირდაპირ ეთერის მეშვეობით. მოусმინოთ ხე ეთერში პირველი მაყურებელი გვერდდება. მოგესალმებით. მოგესალმებით. რა შეფასება უნდა ამას ბრმათა შეხედათ, რომ საკმაოდ განდაბასი მიდის ქვეყანა. მოუსავლელია და კრავიც. ყველა სისტემა არის მოშინილი, მოფუტლული როებია. აბსოლუტურად ყველა სისტემა. ვისაც რა უნდა იმას აკეთებს. ძალა გაქვს, უმანინადას, იო ნახამინო არის ასია. გამოსავალი რა არის, ეს არის ყოველწუთიერი, ყოველწამიერი კითხვა. გამოსავალი არის ერთადერთი რა, რომ ყველა საღადმოაზროვნე თუ არასაღადმოაზროვნე უნდა ფიქრობდეს, ასე ცხოვრება უკვე შეუძლებელია 98%-ისათვის უფრო მეტისთვის არა. ამიტომ ყველა უნდა გავერთიანდეს პატრიოტთა ალიანსის სირგვლი, ნომერი, რის სირგვლი და ვენდოთ მათ ერთმანელობას. შეგან გამოჩვენეთ ერთი ბატონ დავითი იყო ტელევიზიის მოხუცი კაცი. ის ააშენა მადლობას შეუქმნები და ქვეყანა რო დაარსია, მაგას მადლობა უთხრა კაცო. ვიცი რომ ვიმეორებ კიდე რომ ბიძინა ივანიშვილმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა უამრავი საქველმოქმედო საქმე გააკეთა. რატო გააკეთა? ჩემი ეჭვია, სანამ მოვიდოდა, მანამ ყველა სპორტსმენს, ხელოვანს, მეცნიერს დაუნიშნა დიდი ხელფასი. აი ამ სამ სვეტზე დგას ნებისმიერი ქვეყანა და პირში წყალი ჩაუყუმა. ასე თქვა ხონდებულმა კავსაძე. კი ბატონო, მადლობა შეფასებისთვის და იმისთვის, რომ დაგვეკავშირდით და ჩაერთეთ გადაცემაში. მაყურებელსა და რადიო მსმენელს შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ სტუდიაში დაგვეკავშირდეთ. სტუდიის ტელეფონის ნომერზე 557 88 95-88-ზე და შეაფასოთ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სურათი და თქვენი შეფასება შემოგთავაზოთ. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს. ღია ეთერში ხართ. გამარჯობა. ტელევიზორს ჩაუწიეთ რა თუ შეიძლება ხმა. ალო. გისმენთ ბატონო, ისაუბრეთ. ეს ხელისუფლება უკვე დაუბრუნდა სახელმწიფოს მშენებლობას. დაიწყო განათლების სისტემიდან რეკონსტრუქცია და ეხლა გადავა ჯანმრთელობაზე. მერე გადავა სხვა დარგებისა და აშენებს სახელმწიფოს. დაანებოს ყველამ თავი მოწლიკინემ.
გასაგებია თქვენი შეფასება მოვისმინეთ დადებითი განწყობა გაქვთ და გასაგებია მისაღებია ჩემთვის და ჩვენი მაყურებლისთვის თქვენი შეფასება მაგრამ მაყურებელს შეზღუდავთ ჩვენს მაყურებელსა თუ რადიო მსმენელს საკუთარ პოზიციებში და საკუთარ დამოკიდებულებაში ამიტომ მადლობა ზარისთვის თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ჩაერთოთ გადაცემაში ჩვენთვის ნებისმიერი ზარი ყველა სახის ასე ვთქვათ მისაღებია და ყველას მოვუსმენთ ამიტომ გექნებათ ისეთი დამოკიდებულება რომ ვთქვათ ან გაგეთიშათ ან არ აბსოლუტურად არა მე იმასაც ვუსმენ ვინც აქებს ვთქვათ ხელისუფლებას და იმასაც ვუსმენ ვისაც რაღაც კრიტიკული დამოკიდებულება აქვს ეს არის ღია ეთერი ეს არის ინტერაქტიული გადაცემა და ყველანაირი აზრი არის ჩვენთვის საინტერესო მისაღები და ამ ყველაფერს უნდა მოვუსმინოთ და გავეცნოთ საზოგადოების შეფასებებს და საზოგადოების დამოკიდებულებას ზოგადად მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს და როგორ აფასებთ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სურათს პოლიტიკურზე ცოტა გამიჭირდება აი განათლებაზე ილაპარაკა პრემიერმა დიახ ერთი ფრაზით უბრალოდ რა იქ ბევრი რაღაცა იყო საეჭო მაგრამ აი ეს საუნივერსიტეტო ქალაქები იქნება ქუთაისი და თბილისიო ჯო სოხუმის დაბრუნება გინდა ხო შემომაცხოლებულო თქვი რომ სოხუმიც იქნება რა ან ბათუმ არა დააშავა ან თელავმა არა დააშავა ან გორმა არა დააშავა იქ ჩამოყალიბდა უკვე ხო უნივერსიტეტები ასე ავიცი სეგრეგაცია შეიძლება ქალაქების თუ ბათუმში მაგალითად კარგი უნივერსიტეტია ხო იყოს იქადეს ფაკულტეტები რატო ამბობ რომ არაო გასაგებია მადლობა ზარისთვის იმისთვის რომ დაგვეკავშირდით და ჩართით გადაცემაში კი ბატონო პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა განათლების სისტემაზე ზოგადად იმაზე რომ მეცნიერებს მაგალითად 10000-მდე უნდა ქონდეთ ხელფასი და იქ კიდევ დამატებით შემოსავალიც უნდა ქონდეთ და ასე შემდეგ უნდა ქონდეთ ბავშვების გადამზადების მეცნიერული მუშაობის შესაძლებლობები ძალიან კარგია ნამდვილად როდესაც აი ასეთი ინიციატივების შესახებ გვესმის როდესაც აი ასეთი კარგი გზავნილები გვესმის თუმცა 13 წლის თავზე როდესაც განათლება გახსენდება მთელი ამ წლების განმავლობაში ხომ იყო ეს შესაძლებელი რომ გვესაუბრა გასაგებია მე მესმის მაგრამ რაღაცნაირად ეხა აი ავშენდით და აი ასეთი დამოკიდებულებით ნამდვილად არ ვიცი ჯერ გვაქვს წინ დრო ნამდვილად დავაკვირდებით როგორ განვითარდება ეს პროცესები იქ არის საუბარი რომ მაგალითად ეროვნული გამოცდები გაუქმდეს და პირდაპირ სკოლიდან ბავშვებს შეეძოთ ნებისმიერ უნივერსიტეტში როგორც მაგალითად ევროპაში ასევე პირდაპირ წესით ჩაიწყონ მოკლედ ძალიან დიდი საუბრები გადამზადება მოკლედ მსჯელობა მიმდინარეობს განათლების სფეროში არსებულ ხარბეზებთან პრობლემებთან დაკავშირებით მიდგომებთან დაკავშირებით და ეს ჯერჯერობით არ არის თქვათ გაწერილი და დეკლარირებული ბოლომდე. ამიტომ სწორად შეფასებებს ახლა გადაცემაში ვერ გავაკეთებ, თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, ეს არის ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება, რომელიც საკმაოდ ძალიან დიდ ჩიხშია, როგორც ხედავთ, ჩვენ ვხედავთ იმას, რომ კონფრონტაციულ რეჟიმშია მუდმივად ხელისუფლება ოპოზიციურ პარტიებთან, აგერ კანონი, რომელიც პირდაპირ ოპოზიციურ პარტიებს ხელფეხს უკრავს, არაძლევს საშუალებას, რომ ან რაიმე დამოკიდებულება, ან რაიმე შეფასება ქონდეთ მათ ქვეყანაში არსებულ ხელისუფლებასთან დაკავშირებულ პროცესებთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი იგივე ამკრძალავი კანონი გამოვიდა ქუჩაში გამომსვლელ პროტესტანტებთან დაკავშირებით, შეზღუდვები მაგალითად იქ სახის დაფარვა არ შეიძლება იყოს მაგალითად ან ნიღბის ტარება არ შეიძლება. ძალიან ბევრი რამ, რაც ადამიანებს აინტერესებს, რაც პროტესტს იწვევს მათში. მე მესმის რომ შეიძლება ყველა მიმართულებით არსებობდეს დამოკიდებულება, ზოგი სწორად აფასებდეს, ზოგი უარყოფით დაფასებდეს, მაგრამ ეს არის ინტერაქტიული გადაცემა და თქვენ შეგიძლიათ ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით ისაუბროთ, რომელიც ბოლო დროს პოლიტიკური განხილვის საგანია. მაგალითად იმასთან დაკავშირებით, რომ დიპლომატიური სკანდალი არაერთი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მომხდარა, კიდევ ერთი არის გაგრძელება იმით, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მაგალითად, რომელიც ასევე EUTOS მოქმედი თავმჯდომარეა, 5,000 ლარიანი ჯარიმა მიუვიდა იმ პროცესებში ჩართულობის გამო, რომლითაც მან მივიდა და აქციის მონაწილეებთან ერთად დადგა უბრალოდ მას უთხრეს რომ თქვენ ამით კეტავთ რაღაც სავალი გზის ნაწილს. მოკლედ როგორი დამოკიდებულებაა ზოგადად დიპლომატების მიმართ იქ ჩვენ ვხედავთ პეტერ ფიშერის მიმართ როგორი განცხადებები კეთდება გერმანიის სახელმწიფოსთან მიმართებაში. ეს ადამიანები წარმოადგენენ კონკრეტულ სახელმწიფოებს და არა კონკრეტულ ადამიანები მხოლოდ
მხოლოდ სახელები და გვარები არ არიან, მათ უკან ის სახელმწიფოები დგანან, რომლებიც უშვებენ ამ ადამიანებს ელჩებათ ქვეყანაში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ამ მიდგომებსაც დავაკვირდეთ ზოგადად, აი ესეთი დამოკიდებულება სახელმწიფოს ხომ არ მოუტანს იმას, რომ სრულად იქნება მომავალში იზოლირებული საქართველოს სხვადასხვა განვითარებული მოწინავე ქვეყნებისგან და ჩვენ აი ამ ყველაფრით ხომ არ მივიღებთ იმას, რომ დავრჩებით მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში რაღაც ძალიან პატარა წრეში, რომელთაც ჩვენ ვერ შევძლებთ განვითარებას, მაგალითად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან რაღაცნაირად დავემსგავსოთ მათ, მათი ჯანდაცვით, მათი განათლებით, მათი სამუშაო ადგილებით, შრომის უზრუნველყოფით და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი რამე არის, რომელთაც უნდა ჩვენ განვითარდეთ. ჩვენი ქვეყანა, რომელიც ძალიან პატარა ქვეყანაა და რომელსაც უნდა განვითარება, აი ამ ქვეყნებს, მოწინავე ქვეყნებს დაემსგავსოს. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ. გამარჯობათ, შუადღემშვიდობისა. შუადღემშვიდობის, გისმენთ. ეხლა ესენი რასაც აკეთებენ, ხალხს აჯანყებენ, ააბუნტებენ და ვნახოთ მერე რა იქნება. მე ქარბატონო მინდა მივმართო. გისმენთ. ისაუბრეთ თუ შეიძლება, პირდაპირ ეთერში ხართ. ეხლა ესენი ააბუნტებენ და ააბუნტებენ ამ ქვეყანას და მერე მიიღებენ იმას, რასაც უნდა. ეხლა მე გამწარებული ადამიანი ვარ და მინდა თქვენი ეკრანიდან მივმართო ივანიშვილს, ყობახიძეს, პაპუაშვილს, მდინარაძეს და კალაძეს, რომელსაც ამ 5 კაცს პარადი მიყავს. დავეცი შემთხვევით და გავიტეხეთ ეხი. ოპერაცია დამიგდა 550 ლარი. დამოვედი სამანწყობოდან წამლები, შევხვევა, მიხოვა, მოხვევა. უკვე 1000 ლარამდე ავედი. რა ვჭამო მეორე თვეში პენსიას ვეღარ ავიღებ. ხალხი ეწოდება თამარ. ძაღლებს უშენებენ სახლებს, ძაღლი მიაყდათ მაგათა და ამ ხალხმა რა უნაქნა? უშიცხვილები ვინ მოვიდნენ ეს არა ხალხი ესენი. გაძღენ, გასყდნენ და ფეხებზე დაგუწიდეს ხალხი. ვისგან ვისეს ხო ეხლა მე პენსიის სანამ 2-3 პენსია ავიღე რომ გავისტუმრო. ესენი ხალხი არიან? მაპატიე რომ გამწარებული და გაბრაზებული. მესმის ქალბატონო თქვენი. ფეხებზე არ კიდი ათ რა ხდება. გამოუვენებენ იმ კანონებს როგორი თვითონ ატყობთ. ხალხს ატყობთ ეს კანონები? დავჭამო ეხლა 2 თვის მანძილზე მე ვეღარ პენსიას ავიღებ, ვეღარ რომელ მეზობელს უყურო. მაპატიე რომ ძალიან მადლობა ეს არისთვის ქალბატონო და მესმის თქვენი გაბრაზების მიზეზი, მესმის რა მდგომარეობაში არიან დღეს ადამიანები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ პენსიაზე არიან დამოკიდებულები, ამიტომ ყოველთვის ვარ ხოლმე თქვენს მიმართ სოლიდარული და ყოველთვის მტკივაგული აი ამ მდგომარეობაზე, როდესაც ხანდაზმული ადამიანები გვიკავშირდებიან და გვეუბნებიან, რომ მათ წინასწარ აქვთ მაგალითად პენსია გამოტანილი, ან წამლებისთვის დასჭირდათ, ან სამკურნალოდ დასჭირდათ და შემდეგ თვეები შიმშილში ატარებენ პრაქტიკულად აი ამის გამო რომ სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ. ამიტომ ყოველთვის ვამბობ ხოლმე და ახლაც გავიმეორებ რომ უნდა არსებობდეს რაღაც სპეციალური მიდგომა, განსაკუთრებული დამოკიდებულება ხანდაზმულ ადამიანებთან, პენსიონერ მარტოხელა ადამიანებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მათ თუნდაც აი შეღავათებით უნდა სარგებლობდნენ, ან მუნიციპალური საავადმყოფოები არსებობდნენ, ან მედიკამენტებთან დაკავშირებით ქონდეთ რაიმე შეღავათი, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ როგორ რამდენად ძვირია ყველა ადამიანისთვის დღეს ცხოვრება საქართველოში. ყოველდღიურად გვიძვირდება საკვები პროდუქტი, მომსახურების სფერო, მედიკამენტები, ასე შემდეგ. თითქმის ყველა სფეროში, ყველა ფერზე იმატებს ფასები, არაფერი ალბათ არ კლებულობს. ხო და ასეთ მდგომარეობაში განსაკუთრებულად ძიმე მდგომარეობაში არიან ნამდვილად პენსიონერი ადამიანები, რომლებსაც ვერ გაუნაწილებიათ ეს 350 ლარის თავისი პენსია, ზოგ შემთხვევაში 400 ლარი აქვთ მაღალმთიანში, ან 450-იც კი შეიძლება ვიღაცას კონდეს ასაკობრივი კატეგორიიდან გამომდინარე, თუმცა მაინც არ არის ეს ის რაოდენობა, რომელიც თუნდაც იმ გაძვირებული ცხოვრების პირობებიდან გამომდინარე ერთ ადამიანს უზრუნველყოფს სრულად მთელი თვის განმავლობაში საკვები პროდუქტიც იყიდოს, კომუნალურიც გადაიხადოს, მედიკამენტებიც შეიძინოს და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ადამიანები, რომლებიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან დღეს, პენსიონერი ადამიანები, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს და როგორ აფასებთ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას. გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ. სალამის გამოსვლელი გამოვიდოდა, მაგრამ გისმენდით და ესე იგი თქვენ
ას თუ სწორად გავიგეთ, ევროკავშირში თუ არ შევალთ, ვერ განვითარდება არა, ასე არ დამისვავს ბატონო რა, ასე არ შემიფასებია და არ დამისვავს. ღმერთმა ქნას რომ ისე განვითარდეთ ჩვენ რომ არ დაგვჭირდეს არც ერთი ქვეყნის დახმარება. უბრალოდ მე ვამბობ რომ განვითარებულ ქვეყნებს უნდა გავდეთ ნამდვილად. აი რომელია განვითარებული ქვეყანა? გერმანია, სადაც ერთსქესიანი ქორწინება. კარგით, გეხვეწებით რა, ყველაფერი სქესზე ნუ დაგყავთ ბატონო, ჩვენ არავინ არ გვაძალებს სახლებში არ მოდის რომ მოდით ორიენტაცია შეიცვალეთ რა, ძალიან გთხოვთ. თუ ასეთი მიდგომა გექნებათ, გერმანიაში საკვები პროდუქტი როგორიც არის, ისეთი ფასები თუ იქნება საქართველოში, ძალიან მადლიერები ვიქნებით და პირველი ამაში დავემსგავსოთ, მოდით. აი, როგორ დაემსგავსოთ ნაციონალებს, აი, როგორ დაემსგავსოთ. ძალიან გული მტკივა რომ აი ასეთი დამოკიდებულება გაქვს და ადამიანებს როდესაც საკვე პროდუქტთან დაკავშირებით, კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით, რაიმე შეფასების გაკეთების სურვილი აქვთ. აღარასდროს აღარ დაგირეკავ. კარგით, მადლობა. მე არ დამწყდება გული ნამდვილად, როდესაც თქვენ არ დამირეკავთ აი ასე პროვოკაციულად გადაცემაში, იმიტომ რომ ადამიანებს, როდესაც პირდაპირ რეკავს ადამიანი და ამბობს, რომ მე ვერ ვყიდულობ მთელი თვის განმავლობაში 2 თვე მომდევნო 2 თვე უნდა ვიყო მშიერიო, ხანდაზმული ადამიანი რეკავს და თქვენ ეუბნებით, რომ ორიენტაციას შეგაცვლევინებთ ვიღაცა გერმანიაში ან საფრანგეთში. არ არის ეს სწორი მიდგომა, არ არის ეს ძალიან მარტივი მსჯელობაა, ბატონო. ჩვენ შეგვიძლია რომ გერმანიაში ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორ ადამიანების მოკვლევა როგორ ხდება, მკურნალობა როგორ ხდება, ჯანდაცვის სფეროში დავემსგავსოთ ადამიანებს, საკვებ პროდუქტებზე როგორი ფასები აქვთ, აი ამ ყველაფრით დავემსგავსოთ, სამუშაო ადგილები, როგორ მუშაობენ ადამიანები, აი ეს ყველაფერი ნამდვილად შესაშურია ჩვენთვის, იმიტომ რომ არ გვაქვს ასეთი მაღალი დონე, არც ერთ სამსახურში არ გვაქვს, არც ერთ საჯარო უწყებებში არ გვაქვს, არც ერთ მაღაზიებში არ გვაქვს ისეთი ფასები, როგორიც გერმანიაშია. გერმანიაში რო 1 ევრო ღირს რაღაცა, აქ 10 ევრო ღირს და შეადარეთ ფასები უბრალოდ და მოდით ამაში ნუ დავემსგავსებით და აი ამ ორიენტაციის საკითხებზე ნუ ვისაუბრებთ, გამოდევით, ვისაუბროთ იმაზე, რომ კარგი ავიღოთ რომელიმე სხვა ქვეყნიდან და საერთოდ ნუ დავიყვანთ აი მსჯელობას აი ესეთ დაბალ დონეზე რა. მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს, პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით. გამარჯობა, გისმენთ. წეგანაც უსმენდი ბატონ დავით და ეხლაც რო დარეკა მოქალაქემ რომ სქესიონაში შეუშთვალონ რაღაცებს აი ციტკები არ მიდაეხლა რომ ვაკადრო და შეურაცხყოფონ ვაკერ 7 წელიწადი ცხოვრობდი საზღვარგარე არსად არ მინახია მე რომ ვიღაცამ ძალით მიგიყვანოს სადღაც რაღაცა პროპაგანდა იყოს ქუჩაში გეყოფათ ხალხო რა თუ არ ყოფილხარ და თვალებით არ მინახიათ ვიღაცის გაპრებს რატო უგდებთ 7 წელიწადია ცხოვრობდი ვისგან დამიგია იქ რომ წამოდი ან იქ ვიღაცას რაღაცას უწვლიან ან რაღაც ნუ ეს ზღაპარი და სისულელია კაცო უმეტესი მადლობა რაც დღევანდელი დღეს გვატუხებს აქ გატუხებს თქვენ სქესიანობა თუ რაღაცა ჯანდაბა იმ დღეს ავად გაქვდი იმ დღეს 6-7 თვის დიახ გამლებისთვის ფული გამოვიტანე ხა პენსიას ვერ ვიღებ წეხენ ხალბატონმა დარეკა ამაზე რატო არ ლაპარაკობ ივანიშვილმა ეკლესია აშენავა სახლში რო დაანგრია მე ვიყავი ის ოქრო ეხლა რომ მოდი სად მიდის ვიზიბეში მიდის მე რო პენსიონერი ვარ კბილები ვერ გამიკეთებია ძვირ საბჭოს საჭმელს ეგ ეკლესია მშველის მე კი ბატონო მადლობა ეკლესიაც კარგია ყველაფერი მაგრამ ცოტა სხვანაირად იმღერეთ ხალხო ან მოგზავნილები ხართ ან ვერ ხედავთ რა ხდება როგორ გარშემო თქვენთან ღარიბი ხალხი არ ცხოვრობს პენსიონერმა ერთი ამიხსენეთ მარტო კაბა რა ვქნა წამალი ვიყიდე ხა ფული აღარ მაქვს ხვალ რაღაცა საჭმელი ვიყიდო მაგაზიეთი გამცეს ამ კაცმა ვინც დაგირეკათ სქესი და ვის აინტერესებს თქვენი სქესი რა პრობლემაა ეს სქესი თვითონ ქმნიან რაღაცა დღაპრებს აქ მადლობა სწორი დამოკიდებულებისთვის და თქვენი შეფასებისთვის უღრმესი მადლობა ალბათ ჩემი სათქმელით თქვით ამ თქვენი შეფასებით და მეც იგივეს ვფიქრობ აქ რაღაცნაირად ჩვენ არა ვართ ისეთი დამოკიდებულებით რომ ჩვენ რაღაც კრიტიკულები ვიყოთ ან რაღაც ის მაინც და მაინც სულ შეპყრობილები ვიყოთ იმ მიზნით რომ ვიღაც ვაკრიტიკოთ ეს არის ჩვენი გულის ტკივილი ჩვენი მწუხარება აი ამ პროცესებთან დაკავშირებით რომელიც ქვეყანაში ხდება და დამიჯერეთ ჯანსაღი კრიტიკა არის ძალიან საჭირო რამე ძალიან მნიშვნელოვანი
მნიშვნელოვანია, თუნდაც იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც გონიათ დღეს რომ რაღაცა ქვებს ვესვრით, არ არის ეს ასე, თქვენ ხედავთ სხვაობასაც ხედავთ ამ ჯანსაღ კრიტიკასა და იმ დამოკიდებულებას შორის, რომელიც ბოროტებაა და რომელიც უნდათ ძალიან ხშირად მაგალითად იმ ადამიანებს, რომლებიც ოპოზიციას არიან ამოფარებულები და ამბობენ, რომ აი ეს სასიკეთოა. ის სწორედ არ არის ხოლმე სასიკეთო, რასაც ისინი აკეთებენ და ჩვენი მხრიდან, რასაც ვაჟღერებთ ხოლმე და როდესაც ადამიანების პრობლემებზე ვყვებით, ამ ადამიანების მოთხოვნილებებზე ვყვებით, იმაზე რომ ვიღაცას არ აქვს საშუალება უბრალოდ მეორე ბავშვი იყოლიოს ოჯახში, იმიტომ რომ საფენს ვერ შეიძენს და 60 ლარი უნდა გადაიხადოს აი ამ საფენში ჰიგიენურ ნივთებში და აი ასეთ სიღრმეებში შევდივართ, იმიტომ რომ საჭიროებაა როგორც ჩანს, იმიტომ რომ თქვენ ვერ ხედავთ აი ამ ყველაფერს სამწუხაროა ნამდვილად, თუმცა ადამიანები დღეს უბრალოდ იმასაც კი ვერ ახერხებენ პენსიონერი ადამიანები, რომ მთელი თვის განმავლობაში თითო პური იყიდონ და აი ამით გამოიკვებონ თავი და აი ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც ყველაფერი დაგვყავს იქამდე, რომ ჩვენ თუ რაღაცა გვინდა სასიკეთოდ ჩვენი ქვეყნისთვის, მაშინ მოვა ვიღაცა და სახში მოგვაკითხავს და ორიენტაცია შეგვისვას, არ არის ეს სწორი დამოკიდებულება. არ არის ეს ნორმალური მიდგომა პროცესების მიმართ. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. გამარჯობა, ღია ეთერში ხართ, ისაუბრეთ. გამარჯობა. დილოცავთ რევარენტო. მადლობა. ვეტერანი. ის მიდოდა. მეც გილოცავთ ბატონო, თუ ვეტერანი ბრძანდებით, განსაკუთრებულად გილოცავთ. გაი. იმ მოგრეს მაშინად ჩავიხედვით. ორი ზარი შეყოვი გერმანიაში დაშინა ცხოვრობენ. იმ გერმანიაში იდავლა ნახევარმა საქართველოს და მაგის მოტრფიალე ობახი გადაშო. იმ გერმანიაში დადიან ნახევარი საქართველოს. სამუშაო და საფის დაბადებულო გამოაგზავნა და გერმანიაში და მთლიანად ევროპაში და იმ საფრანგეთში და გერმანიაში ულიან ქართველ ვეტერანებს უფასოდ აქ 800 ლარი აქვს და ჰოსპიტალი ვარ გვაღირსა ამ პარიზერულ მთავრობამ რომელსაც 2012 წელს გულანთებული ვედექი დგას ყველა 90% ვეტერანი ომის ვეტერანებმა ვეტერანთა ჰოსპიტალი რა ეროვნული ჰოსპიტალი ამ მთავრობის დროს დაგარგეს 2015 წელს ეხლა გახსნილებას პოლიკლინიკა კარგი პოლიკლინიკა არა უშო რა თქმა უნდა მაგრამ პოლიკლინიკა არაფერი არ არის ვეტერანთა ჰოსპიტალთან გასწორდა ვეტერანთა ჰოსპიტალის ვიცაგვარს მას ვიტაზე აშენების ასე აშენებაც არ დააღენეს შენობის 7 წელი დადივა ვარსაცეს და გამოდიან დღეს და ყველი სიტყვებით რაღაცას მადლობას ვიხდიან ეს დედაზი ადრე მოწყნულები რა კორექტულად თუ შეიძლება ძალიან გთხოვთ პირდაპირ ეთერში აი ასეთი საუბარი არ შეიძლება ნამდვილად და ასე ისაუბრებთ როდესაც დაგვიკავშირდებით მე მესმის თქვენი როდესაც გაბრაზებული ხართ როდესაც აი ასეთი გულის ტკივილი გაგაჩნიათ აი ამ დამოკიდებულების მიმართ რაღაცნაირად აი ესე პრობლემებზე საუბრობთ და მესმის რა მდგომარეობაში შეიძლება იყოთ იმიტომ რომ ამბობთ რომ ომის ვეტერანი ვართ ვერ მივაღწია ვერაფერს და ასე შემდეგ, მაგრამ აუცილებელია, როდესაც პირდაპირ ეთერია, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი შეიძლება მოზარდი გვიყურებს ახალგაზრდა, არ აქვს მნიშვნელობა, ეს არ არის სასიამოვნო, არ არის მოსაწონი. ძალიან გთხოვთ, ასეთ დროს აუცილებლად იფიქრეთ ხოლმე იმაზე, რომ პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს გადაცემა და არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება გამოიჩინოთ. 557-98-55-88 გახლავთ ჩვენი ტელეფონის ნომერი. როგორ აფასებთ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, ეს არის ჩვენს მიერ დასმული კითხვა. ჩვენ ბოლო დროს, რასაც ვაკვირდებით ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, არაფერი არ არის ნამდვილად სახარბიელო. პირიქით, ეს არის ჩვენი გულის ტკივილი, რომ აი ასეთი დეპოლარიზაცია გვაქვს ქვეყანაში, ასეთი მუდმივი კონფრონტაციის რეჟიმში ვართ, მუდმივი საპროტესტო განწყობების რეჟიმში ვართ და ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გადავიდეს მშვიდ, სტაბილური განვითარების რელსებზე და აი რაღაცნაირად უნდა მივაღწიოთ ამ ყველაფერს ქვეყანაში, რომ მუდმივად იყოს მშვიდობა, სტაბილური განვითარება, მუშაობის შესაძლებლობა და საქმეზე ორიენტირი უნდა გქონდეს, იმიტომ რომ თუ ასე გაგრძელდება და ის მთავარი პრობლემები, მთავარი საკითხები, რომელიც საზოგადოებისთვის მართლაც საინტერესოა და მართლაც პრობლემას წარმოადგენს, მუდმივად გადაფარული იყო, მაშინ მივიღებთ იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სანახაობები გვექნება ქვეყანაში. მოусმინოთ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ. ჰალო. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ხართ, ისაუბრეთ. პირველი რაც მინდა მითხრათ, რომ აბსოლუტურად მწდარია
თქვენი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით თვითონ გიყვავებს სპეციალურად მოგზაურობები ოცნება. თუ შეიძლება თქვენ კითხვა გაქვთ კონკრეტული ბატონო, ძალიან გთხოვთ, არამიზნობრივად ნუიყენებთ ჩვენს კრიტიკაში აი ამ დროს. პოლიტიკური პროცესები რომ შეაფასოთ. ხო, აი ვაგრძელებ იმით რომ მე რომ ლაპარაკობ ევროპა, კარგია, კი იყო, კარგი იყო. იმიტომ იყო რომ მანამდე არ იყო ის პრობლემები რომი. ჩვენ ევროპაზე არა გვაქვს ახლა გადაცემა ბატონო. მე 2022 წლიდან კეთნად მოვარეთ მომავალ და რომიდან ვფიქრობ ესე იგი პროცესების წავალთო ევროპაში ვეკნება კონსულია აი ეს აბსოლუტურად განსხვავებული ფორმები. კარგი, დაგემშვიდობებით, იმიტომ რომ თქვენ არ პასუხობთ ჩვენს კითხვას. კითხვა ჟღერს ასე, როგორ აფასებთ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. და თქვენ არ უნდა შეაფასოთ ის, რასაც ვთქვათ, არასწორად მიიჩნევთ ჩემს საუბარში, უნდა შეაფასოთ ის კითხვა, რომელიც არის პირდაპირ ეთერში დასმული. ამიტომ ძალიან გთხოვთ პირდაპირ ისაუბრეთ თქვენი სათქმელი კითხვასთან მიმართებაში და არა გვაქვს გადაცემა ჩვენ ახლა კონკრეტულად ან ევროპის ქვეყნებზე, ან ასე შემდეგ. ჩვენ შიდა პოლიტიკურ პროცესებზე ვსაუბრობთ და როგორ აფასებთ აი ამ პოლიტიკურ სურათს. აი ამაზე უნდა უპასუხოთ, როდესაც დაგვიკავშირდებით გადაცემაში. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს. პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა, ღია ეთერში ხართ, ისაუბრეთ. ალო, გამარჯობა, გისმენთ ქალბატონო, ისაუბრეთ. ალო, გისმენთ, ისაუბრეთ თუ შეიძლება. შიო, ამიტომ ტელევიზორში ლაპარაკობს ხალი და რანაირად ელაპარაკო. ტელევიზორს უნდა ჩაუწიოთ ხმა და მე ჩაუწიე, მაგრამ ალო, გისმენთ ქალბატონო, პირდაპირ ეთერში ხართ და ტელეფონით ისაუბრეთ თუ შეიძლება. გაითიშა ზარი კიდევაც და ძალიან დიდი დროც დაიკარგა. გთხოვთ, როდესაც დაგვიკავშირდებით, ტელევიზორს ჩაუწიეთ ხმა და ტელეფონით ისაუბრეთ. როდესაც ტელეფონით ისაუბრებთ, მაშინ მხოლოდ და მხოლოდ ჩემს საუბარს მოისმენთ და ეს პრობლემაც აღარ იქნება. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, ღია ეთერში ხართ. ახლა იგივე პრობლემაა, კვლავ ტელევიზორის ხმა მესმის პირდაპირ ეთერში. გისმენთ, ისაუბრეთ თუ შეიძლება. კვლავ გაითიშა ზარი. ძალიან გთხოვთ, როდესაც დაგვიკავშირდებით, ძალიან დიდი დრო იკარგება აი ამ ყველაფერში. ჩაუწიეთ ტელევიზორს ხმას და ოდნავ მოშორებით რომ იყოთ ტელევიზორისგან. მოусმინოთ მორიგ ზარს, მოგესალმებით. მოგესალმებით. ყოველთვის რუსეთის გადაცემა ამიტომ რადიოა. თან ეს მასლა რომ ხალხი ნეული და ელია. Აცება ეს აიტილება სიტირო ყველგან ეხლა ფასდიეთება სოფენსის მომატება ამას არცრიარა მარტოფექცია არა ხელფასის სოფნასოდებს ეს მასებს რატო და ამიტომ აი ეს მხოლოდ შეუძლია სოციალისტებს მოაგვამონ ეს სტატისტიკა სოციალისტები არ აქვს საუბრობაი და სოციალისტებს და ამას რაც გასწრება ამ ხა უმრავლესობათა გასწრება პროფესიונალიზმი არასწორია ყველაფერი რაც უნდა მაგრამ უმრავლესობა ვიცით სოქლად ხარაფა გადასახადის ვერ გადაგხდია და მათი ერთი ხანს არ არის იყო ლექცია რატო ახალია მოხდი რატო დააგვიანო როგორ იქნა დააგვიანო ფული არ ხდება მაგრამ კონცეფციულად პრობლემა ლექცია ეგენ და საერთოდ მივიდე არა მე ეს დავაბარებოდა უპასუხებლობდა კუპილო უპასუხებლობა როდის იქნება ეს მხოლოდ სოციალისტებს შეუძლია აფეთქის მოგვარება და კარგი იქნება თუ ვინმე სოციალისტი მოიჭრებს ტელევიზიაში და ისაუბრებს ამ საკითხზე. გასაგებია, მადლობა.
მადლობა ზარისთვის, შეფასებისთვის. აუცილებლად ჩვენ იცით, რომ სხვადასხვა გადაცემებში მუდმივად ვსაუბრობთ ხოლმე ეკონომიკურ თემებზე, სოციალურ საკითხებზე, სტუმრებიც შესაბამისად გვყავს ხოლმე და ვსაუბრობთ როგორც ანალიტიკოსებთან, ასევე ექსპერტებთან იმ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს. ამიტომ ამის პრობლემა არ არის, ნამდვილად გექნებათ შესაძლებლობა, რომ მოусმინოთ სწორ პროფესიონალ ადამიანებს და კომპეტენტურ ადამიანებს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ კი ინტერაქტიულ ეთერში ბუნებრივია თქვენ გისმენთ ადამიანებს, მოქალაქეებს, რომლებსაც ხშირად არ გეძლევათ შესაძლებლობა, თუნდაც იმ პირველ პირამდე, მაგალითად ხელისუფლების წარმომადგენლებამდე, ოპოზიციამდე არ აქვს მნიშვნელობა, ვის გინდათ მიაწოდოთ ხმა, ეს არის თქვენთვის თავისუფალი სივრცე, ტრიბუნა, საიდანაც თქვენ შეგიძლიათ იმ პრობლემებზე ისაუბროთ, რომლებზეც ძალიან ხშირად გგონიათ ხოლმე, რომ არ გეკითხებათ არავინ აზრს, საერთოდ მოწყვეტილი ხართ პოლიტიკურ პრობლემებს და ამბობთ ხოლმე, რომ ეს ძალიან ცუდია, როდესაც არ გვაქვს ჩვენ მარტო არჩევნებზე ვნახულობთ ამ ადამიანებს. ეს არის შესაძლებლობა, რომ თქვენ ყველა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთოთ შეფასებები. როგორ აფასებთ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას? ეს არის დღეს ჩვენს მიერ დასმული კითხვა და მოусმინოთ მორიგ მაყურებელს. მოგესალმებით. გამარჯობა, ღია ეთერში ხართ. აიო, გამარჯობა. გისმენთ, ისაუბრეთ. ხო, აი პოლიტიკურ პრობლემებზე საუბრობთ. ეხლა ის მოსაწონი იყო, აი ეს ქალი რო ჩამოსული და გამოსული იყო ამ აქციის მონაწილეებთან რომ მივიდა. მას არ ქონდა ამის უფლება რომ ისულიყო ბატონო? რატო რა ქონდა უფლება? ანუ ადამიანს ვისაც თქვენ არ გაქვთ უფლება რომ მიხდეთ აქციაზე? არა, მე ვარ მოქალაქე. მასაც ასევე აქვს უფლება. მასაც ასევე აქვს ეს ინდივიდი არის. ქვეყნის მოქალაქე. არა, კანონი არ დაურღვევია ნამდვილად დამერწმუნეთ ამაში, რომ მას აქვს უფლება სხვა ქვეყნის მოქალაქე იქნება თუ არ იქნება, რა მნიშვნელობა? არა, მოქალაქეზე არ არის ლაპარაკი. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ის არის იმხელა თანამდებობის პირი იქ, თავის ქვეყანაში. ჩვენი პრემიერ-მინისტრი რო ჩავიდეს იქ იმ ქვეყანაში და აქციაზე დადგეს. არ არის შეზღუდული ნამდვილად, ამას კანონი არ კრძალავს და არ არის პრობლემა. თქვენ პოლიტიკური სურათი შეაფასეთ თუ შეიძლება. მხოლოდ ამისთვის დარეკეთ რომ ის ხო. აი ეს ვიდეო კარგით, მადლობა. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ ეს არ ისჭება კანონით ნამდვილად, არ არის აკრძალული, რომ სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი სხვა ქვეყნიდან ჩამოსული პოლიტიკური ფიგურა თუნდაც იმყოფებოდეს თავისუფლების მოედანზე ან რუსთაველის მოედანზე მივიდეს და იქ არსებული მდგომარეობა, თქვენ იცით, რომ აი ამ ორგანიზაციებს, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, აქვთ ესეთი სადამკვირვებლო ფუნქციები და მათი პირდაპირი მოვალეობაა, რომ აი ესეთი კონტროლი, აი ესეთი დაკვირვება აწარმოონ. ჩვენ კანდიდატის წევრის სტატუსი, როდესაც გვაქვს, მათ აქვთ ამის უფლება, რომ ჩამოვიდნენ და თუნდაც იმ მხარესთან მივიდნენ, გამოესაუბრონ, გაიგონ მათი მდგომარეობა, რა მოთხოვნები აქვთ. ასევე საუბრობენ ისინი დარწმუნებული ვარ ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პირველ პირებთან და ასე შემდეგ. ეს ჩვეულებრივი ჯანსაღი და ნორმალური პროცესია, როდესაც მათ აქვთ უფლება მივიდნენ და მათაც გაიგონ რა საკპირებენ, რა გეგმები აქვთ და ასე შემდეგ. კანონის დარღვევასთან არა გვაქვს ნამდვილად საქმე, ამიტომ გიხსნით ამას. როგორ აფასებთ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სურათს, პოლიტიკურ მდგომარეობას, რა შეიძლება იყოს გამოსავალი? ეს არის ჩვენს მიერ დასმული კითხვები და მოусმინოთ მორიგ მაყურებელს. მოგესალმებით. მოგესალმები, ლიზი გენაცვალე. პოლიტიკური ვითარება ჩვენ ქვეყანაში დაძაბულია. დაძაბული კი არა, მე მგონი ძალიან გაის არის, რა ქვია, გართულებული და ძალიან გაძაბული. გამოსავალი ერთია, ხალხმა ხმა უნდა აიმაღლოს უსამართლობის წინააღმდეგ. აი ეს არის გამოსავალი. გმადლობთ მოსმენით. მადლობა ზარისთვის, შეფასებისთვის, როგორ აფასებთ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სურათს, პოლიტიკურ ვითარდებას და სწორი მიმართულებით ვითარდება თუ არა ჩვენი ქვეყანა, საქართველო, ან როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით. როგორია თქვენი ხედვები ჩვენს მიერ დასმულ კითხვასთან დაკავშირებით? მოусმინოთ მორიგ მაყურებელს, პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. გისმენთ. პენსიაზე მინდა ვილაპარაკო ჩემო კარგო. ისაუბრეთ. ეს პენსიონერი ვარ. გონი 800.000 პენსიონერია საქართველოში. დავუშვათ 1000 ლარი გაგვიგდეს თვითონ პენსია. მაინც არ გვეყოფა, მაინც პრეტენზიას გამოვა. მაგრამ დავუშვათ 1000 ლარი.
ჩვენში დამატებით უნდა 480 მილიონი ჩვენში წელიწადში რამდენი დაჭირდება ალბათ 6 მილიარდი ალბათ არა აქვს ამ სახელმწიფოს ეს ფული მე ასე მგონია ესე წარმომიდგენია რა თქმა უნდა ცოტა არ ყოფილი რა ვიცი რა ხდება მეორე კიდევ შემოკარგო ის ხალი რო გამოვიდა და აღლები და რაღაცები უძახა ხალხს თავრობას ის რო გაგეთიშა თქვენ ეკაცი აღარ შეიგინებოდა მაგრამ რო გამოვიდა და იგინებოდა არ არის ისტორიები. გასაგებია, მადლობა ზარისთვის. მე არ ვთიშავ არც ერთ ზარს, ეს უნდა იცოდეთ თქვენ და ეს უნდა გესმოდეთ, რომ ესე ხელოვნურად აქედან არანაირი ღილაკი არ გამაჩნია, რომ გავთიშო რომელიმე ზარი. ამიტომ თქვენ ჩვენმა მაყურებლებმა და რადიომსმენელებმა ეს თვითონ უნდა შეძლოთ, რომ აუცილებლად თავს ისე მოუყაროთ სათქმელს თავი, რომ არ შეურაცხყოფა შიგნით არ იყოს, არც გინება, არც ლანძღვა არ იყოს. მე მესმის ადამიანები ძალიან ხშირად გულნატკენები, გაბრაზებულები რეკავენ მაგრამ აუცილებლად უნდა მოახერხოთ ეს მე მხოლოდ და მხოლოდ შემიძლია ასეთი ტიპის მოწოდებები გავაკეთო პირდაპირ ეთერში მე თქვენ სათქმელში ვერ ჩავერევი ამ ნაწილში არ ვიცი როდის რომელ წუთას რა სიტყვით და ამიტომ პრევენციას ვერ მოვახდენ და წინასწარ ვერ დაგემშვიდობებით თქვენ უნდა ეს ყველაფერი დაარეგულიროთ პირდაპირ ეთერია ძალიან რთულია ასეთ დროს ვიფიქრო იმაზე რომ რა შეიძლება თქვას ნებისმიერმა მაყურებელმა აი ნებისმიერმა შეიძლება ეხა დაარეკოს და პირდაპირ რაიმე უტაქტო ისეთი რაიმე გააჟღეროს რომელიც მისაღები არ არის ჩემთვის, მაგრამ მე ხომ უნდა მივესალმო ამ მაყურებელს და ვკითხო რა რისი თქმა უნდა და შემდეგ მოვისმინო. დაზღვეული არა ვარ ნამდვილად. ამიტომ თქვენც უნდა ეცადოთ რომ თქვენი თავი გააკონტროლოთ, კორექტულად იყოთ პირდაპირ ეთერში, რაც არ უნდა გაბრაზებულები იყოთ. მოვისმინოთ ღია ეთერში მორიგ მაყურებელს. მოგესალმებით. გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ. ძალიან სწორად ხედის შემო კალბატონო ყველაფერი მინდის შედურულის და გვარად რაც შეუძლია ქვეყანას აკეთებს. და ნუ ვიქნები ჩვენ ხალხი ასე უმადურები ასე კარიჭაში ჩადგმულები და რაღაცა დაუდგეთ ვერჩი ხარდას და გავაკეთოთ საერთო საქმე ნორმალურად ეწერა გასაგებია. მადლობა ზარისთვის, თქვენი შეფასებისთვის, იმისთვის რომ დაგვეკავშირდით და ჩართეთ გადაცემაში. 55-7-88-95-98 გახლავთ ჩვენ ტელეფონის ნომერი. როგორ აფასებთ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სურათს, პოლიტიკურ ვითარებას, თქვენი შეფასება როგორია ზოგადად იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ვითარდება ყოველდღიურად და სწორი გზით და სწორი მიმართულებით მიდის თუ არა ჩვენი ქვეყანა, რასაც ქვია განვითარების ნაწილი. სწორად ვითარდება თუ არა და რა შეიძლება სამომავლოდ გაკეთდეს ისეთი, რომელიც თითოეულ ადამიანს შეუმსუბუქებს ყოფა ცხოვრებას, თითოეულ ადამიანს აგრძნობინებს თავს, თუნდაც პენსიონერს ღირსეულ სიბერეს მოუტანს და ასე შემდეგ. რა მექანიზმები შეიძლება დავნერგოთ, მაგალითად პენსიონერებთან მიმართებაში ძალიან საინტერესო ინიციატივები ჟღერდება ხოლმე თითოეული მაყურებლის მხრიდან, როდესაც ისინი აი ასე მაგალითად პენსიონერებთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტულს გააჟღერებენ ხოლმე ინიციატივას, მოდით ასე გავაკეთოთ, ამბობენ ხოლმე და ძალიან საინტერესოდ მენიშნება ხოლმე. ამიტომ თქვენ ასეთი ინიციატივებით შეგიძლიათ გააჟღეროთ პირდაპირ ეთერში ნამდვილად ჩვენ ვხედავთ რომ რაღაც საჭიროება ნამდვილად არსებობს რომ ამ ადამიანებს შევუმსუბუქოთ ცხოვრების პირობები მე მესმის რომ შეიძლება 1000 ლარი მივცეთ პენსიონერს და მას შეიძლება არაფერი არ შეეცვალოს პირიქით კიდე თქვას რომ 2000 ლარი მერჩივნა და 1000 ლარი ცოტაა მაგრამ აი ამ ნაწილშიც ხომ შეიძლება რაღაც სპეციალურად პენსიონერზე გათვლილი გავაკეთოთ საშეღავათო მაგალითად ნაფთიაქში მაგალითად როდესაც მიდის კლინიკაში და აუცილებელი გადაუდებელი დიაგნოსტიკა მკურნალობა სჭირდება მაგალითად კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი რამ შეიძლება მოვიფიქროთ და პირველ რიგში ალბათ ისეთი რაც უნივერსალური იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველასთვის აბსოლუტურად ყველა ოჯახს რაც შეეხება ეს არის საკვე პროდუქტზე ფასები იყოს დაბალანსებული რაღაც ზედაზღვარი არსებობდეს რომლის იქითაც ბიზნეს აღარ შეუძლია რომ რაღაც ხელოვნურად გაზარდოს ფასი ეს თითოეულ ადამიანს შეეხება შემდეგ თითოეულ ოჯახს დაუზოგავს ძალიან ბევრ თანხას და რაღაცნაირად ბიუჯეტი მისი იქნება სწორად განკარგული როდესაც ხელოვნურად არ იქნება მაგალითად ერთი კალამის ღირებულება თუ არის 1 ლარი და 10 ლარად არ გაყიდის ამას ბიზნესი ეს იქნება ძალიან სწორი და ძალიან კარგი დამოკიდებულება რაღაცნაირად აი ამ ყველაფრის დაბალანსება სჭირდება ეს არის სოციალური საკითხები ამას მუშაობა სჭირდება ეკონომიკურ თემებს აუცილებლად სპეციალური მიდგომები ინოვაციური ჩარევები სჭირდება და ეს სამუშაოები გასაწევია ნამდვილად მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს პირდაპირ ეთერში ხართ
ისაუბრეთ, ღია ეთერში ხართ. ახლა წინამაყურებელმა რომ დარეკა და უთვლია პენსიონერების პენსია ამდენი უნდა თვეში ამდენი უნდა არაფერს საშუალება ხელფასები რომ მეიმატეს 20,000-ები გეხადეს ამას ვერ შეამჩნია იმ პიროვნებამ იმას ვერ შეამჩნია პენსიონერებს დაუთვალა ერთი კიდე კაცმა რომ დარეკა ისაო გერმანიის თავადი შეგიცვლი ისი ამდენი შეჭილები აი ეგენი ნაციონალში თავდაყირაყენებენ ყველაფერს აი ესეთი მოაზროვნე ხალხი ამ ესეთ მოაზროვნე ხალხზე ძის ეს თავრობა ასეთი იმასერი არის გამოსავალი რა არის ბატონო? გამოსავალი რა არის ქვეყანაში შექმნილი აი ამ ვითარებიდან? გამოსავალი ეს ხელისუფლება გვარ შეიცვალა არაფერი გამოსავალი არ იქნება. ყველა უნდა გამივიდეს ფარეს. რო უპირისპირდა თვალა უარესი და უარესი იქნება. ეს დებილები მომრაგებიან კიდო. კარგით. კორექტულად. მადლობა ზარისთვის იმისთვის რომ დაგვიკავშირდით და ყველას დღეს მე თანაბრად მოგიწოდებთ ჩვენს მაყურებელსა და რადიო მსმენელს აუცილებლად ვიყავით კორექტულები, როდესაც დაგვიკავშირდებით პირდაპირ ეთერში. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი აზრები გამოვხატოთ პირდაპირ ეთერში, თუმცა დავიცვათ რაღაცნაირად ჩვენი მაყურებელი აი ამ ცუდი ტერმინოლოგიისგან, ცუდი დამოკიდებულებისგან, აი ესეთი სიტყვებისგან, რომელსაც აჟღერებთ პირდაპირ ეთერში და ძალიან კარგი მოსასმენი იქნება გადაცემა თუ კორექტულად შევძლებთ ჩვენ აი ამ ყველაფრის გამოხატვას. მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს პირდაპირ ეთერში ხართ. ღია ეთერში ხართ ისაუბრეთ. გამარჯობა. აი ასეთთან რო იყო დაკავშირებული. მე პირველ რიგში ხარ დიდი არა ვარ 40-ისა ვარ, მაგრამ რეგულაცია არის ფასების. და ეს რასთან გამოხატა მე პირადად რომ ერთად შევარეთ მაღაზიაში ეს ღირს მეორედან ისაღის ერთი რომელიც ჯინერში ფული და ვიჩინე ეძავის ადმე 5 წელი დამატებით უკვე აღარ მაცლევენ იმიტომ რომ ის დიდად არის იყოს რეგულაცია ზედოწოს ფასები ეცეროს რომ ვიცი რომ რა უნდა ვიყიდო და რამდენი წინდება აი მე ამის კომენტი მადლობა ზარისთვის იმისთვის რომ დაგვიკავშირდით და ჩართეთ გადაცემაში ნამდვილად რაიმე მაკონტროლებელი ორგანო უნდა არსებობდეს რომელიც აი ამ ყველაფერს გააკონტროლებს ბიზნესი ხელოვნურად ხომ არ ზრდის ფასებს საკუთარ პროდუქტთან დაკავშირებით და აი ეს რაღაც სხვა ქვეყნების მაგალითზე როგორც არის ჩვენს ქვეყანაშიც უნდა არსებობდეს აი ეს არაკეთილ განწყობილი დამოკიდებულება მომხმარებლის მიმართ შენი მოქალაქის მიმართ არ უნდა გქონდეს მე მესმის რომ ბიზნესი რაღაცნაირად მარწუხებში არ უნდა იყოს არ უნდა შეაწუხო, არ უნდა ჩაერიო მის საქმიანობაში, თავისუფალი ვაჭრობა უნდა იყოს, მაგრამ ის, რასაც ქვია ხელოვნურად თანხის მატება პროდუქციაზე და ყოველდღიურ რეჟიმში ფასების მატება, აი ამისგან დაცულიც უნდა იყოს ნამდვილად ამ მომხმარებელი. მოვუსმინოთ მორიგ მაყურებელს პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ. უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს რეგულირებული. პენსია და ხელფასი უნდა იყოს რეგულირებული. ჩემზე მეტი რამდენით უნდა ქონდეს პარლამენტარს? რამდენი პროცენტით? 1500-ით, 1,500,000-ით? მე წმინდა არსებობა რა, ეს უნდა რეგულირდებოდეს რაღაც პროცენტებით შედარებით უნდა იყოს. როგორც ჩემთვისაც ცნობილი იაპონიაში 5%-ია სხვაობა. ესე იგი მინიმალურზე 5%-ით მეტი ემატება. ამის შემდეგ ეცდებია რომ ეკონომიკაც განავითაროს, სოფლის მეურნეობა და ყველაფერი რომ მეტი შემოვიდეს და მათაც მეტი შეხვდეთ და არა ასე იმას ყველაფერი და მე არაფერი პენსიონერს. ყველაფერი უნდა რეგულირდებოდეს. ფასები იმასთან შედარებით მე რას ვიყიდი იმით, კაცო გერმანიაში თუ რეგულირდება და სადაც დიდი შემოსავალი აქვს. მე რო არაფერი არ მაქვს, ჩემთან არ უნდა რეგულირდებოდეს ფასები. რატო უნდა იყოს ეს არჩეული, მაგრამ იმიტომ რომ მაფია ყველა მაღაზია, მაფია ყველა ბიზნესი, ყველაფერზე თათი უდეს და იმიტომ, თორე განა ჩემზე მეტი არიცია, რომ რეგულირებადი უნდა იყოს. რეგულირებული უნდა იყოს. რატო უნდა იყოს ჩემი პენსია 300-350 და
პარლამენტარის რომელმაც არაფერი არ გააკეთა ხალხისთვის არაფერი მარტო თავისთავისთვის იმისთვის ექვსი რო იყოს პარლამენტში 1400 და 1600 ლარი პენსია ენიშნება ასაკამდე იმ დღიდანვე როცა გამოვა პარლამენტიდან ეს იგი რატომ მიელწეს ყველა პარლამენტისაგან იმიტომ რომ იქ უზარმაზარი პრივილეგიები და აქეთ ხალხზე რაიმე ზრუნვას მას არავინ არ თხოვს და ძალიან კარგია როცა 12 მილიონს მიიწვიეთ როგორც არ ქვამ და სხვებმა ვიღაცის მამას 65 მილიონი აპატიეს კიდე და რა კარგია ასე კარგი ცხოვრება ხო და მე რაღა ჩემმა დედამ მამამ დებიამ ბაბუამ არის რომ რომ ითვისეს ყველაფერი ჩემი ნაშრომისაც წავიდა ჩემი წინაპრების ჩემით მე რო ვარ ეხლა 75 წლის ჩემი ნაშრომისაც წავიდა ყველაფერზე თუ არ იფიქრეს ხალხი მართლა გამოვა ქუჩაში მაგრამ ხალხი აღარ დარჩა ქვეყანაში და როგორ გამოვა ჩვენ ვართ დავრდომილი პენსიონერები რომლებსაც არაფერი არ შემიძლია და რასაც უნდა იმას აკეთებენ მე 20 ლარი და იმას 15000 და 40000 და 100000 აქვს ფუნქციონერებს აღებული წელიწადში 200000-მდე და არ შეიძლება ასე ყველაფერი კარგად მიდის ვიღაცისთვის კარგად მიდის მერტმა შეარგოს მაგრამ არა ბიუჯეტის ხურდებისთვის მადლობა ზარისთვის იმისთვის რომ დაგვეკავშირდით და ჩაერთეთ გადაცემაში როგორ აფასებთ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ეს არის ჩვენს მიერ დასმული კითხვა რა შეიძლება იყოს გამოსავალი ასეთ დროს 557-88-55 გახლავთ ჩვენი ტელეფონის ნომერი მოусმინოთ მორიგ მაყურებელს ღია ეთერში ხართ გამარჯობა მოგესალმებით გусმენთ ხარ მიმადაცემასთან რამდენიმე ბევრი პრობლემებია ეკონომიურად განსაკუთრებით მაგრამ პოლიტიკის გავიწყება ეხა იმ მედესავლეთებს მინდა უთხრა და გასმად გასაგონა ვილია ნახევრიანი ჩინეთი დღეს რომელიც ჰეგემონიაზეა პრობლემის პრეტენზიები დასავლეთის პოლიტარი აღორძინებულა ენული ყველა ნებისმიერი დამეთაქვეყნა ვინც გადაერჩა ჩახედული ამ საქმეს და რა ხდეს 3 მილიონი საქართველო მაგრამ მახსოვდათ უნდა და აი როგორც უკრაინა ისე გამეკებული სისხლისთვის და ომისთვის და მე მინდა კიდე მიულოცო ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს მინდა ეხლა სასამართლო იქნება და გაუქმებენ ნაციონალებს დიდი სიამოვნებით ჩაანაცვლებს პატრიოტ ალიანსი ნაციონალები ორი საერთოდ ამ ორი პოლიტიკურ პარტიას არანაირი ერთმანეთთან კვეთა არ გააჩნია დამერწმუნეთ თქვენ უბრალოდ არ ხართ როგორც ჩანს ჩვენი მაყურებელი და საერთოდ არ იცნობთ პატრიოტთა ალიანსის პოლიტიკური მოღვაწეობას და აქედან გამომდინარე აი ასე ზედაპირულად მსჯელობთ და აკეთებთ შეფასებებს მთელი ცხოვრების განმავლობაში და მთელი არსებობის განმავლობაში ზოგადად პატრიოტთა ალიანსის პოლიტიკური პარტია იბრძვის სწორედ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური პარტიის სამართლებრივი პოლიტიკური შეფასებისთვის ამას აკეთებდნენ ისინი 2012 წელს, მაშინ, როდესაც სხვა პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ახლა დღეს სათავეში არიან ხელისუფლების სხვადასხვა შტოებში არიან, საერთოდ ქუჩაშიც კი არავინ იცნობდა ამ ადამიანებს, მაშინ, როდესაც პატრიოტთა ალიანსი სწორედ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დასამარცხებლად იბრძოდა, სწორედ ციხის კადრებთან დაკავშირებით სიმართლე მოჰფინა საზოგადოებას და ძალიან ბევრი არაერთი აი ასეთი საქვეყნო საქმე გაუკეთებია, ისეთი, რომელსაც საზოგადოებისთვის ძალიან დიდი სიკეთე მოუტანია. ამიტომ ამის არ დანახვა მე ვფიქრობ არის ძალიან დიდი უსამართლობა. მაგრამ არა უშავს ამას ჩვენი მაყურებელი ძალიან კარგად ხედავს, ძალიან კარგად იცნობს ამ პოლიტიკურ პარტიას და ამიტომ ყავს პატრიოტთა ალიანსს საკუთარი ამომრჩეველი, საკუთარი მხარდამჭერი, გულანთებული ადამიანები ძალიან ბევრი სხვათა შორის. მოусმინოთ მორიგ მაყურებელს ღია ეთერში ხართ. ალო. პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ. გამარჯობა ლიზა ჯენაჩალ. თქვენთან ეთერში დარეკა მამაკაცმა რომელმაც თქვა რომ უნდა შევიცოდოთ ხალხმა ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება არ აქვს საშუალება თორე სურვილი აქვს რომ პენსიები გაზარდონ და ასე შემდეგ მე მაგალითად 350 ლარი მაქვს პენსია და პარლამენტად რომელსაც აქვს 14000 ლარი თვეში, ესე იგი ჩემზე 40
მეტი აქვს ხელფასი 40-ჯერ მეტი იანგარიშებს კი ბატონო ჯანდაბას ეჩმაკის თავი 20-ჯერ მეტი გააკეთონ მაგრამ 40-ჯერ მეტი რატო უნდა ქონდეს როდესაც მართლა ასეთი ხალხია შეყრილი იმ პარლამენტში რომ ყველასათვის ფუძნობი ხელზე არ დაუკარებია და არაფერი გაუკეთებია საქართველოში მე პირადად 45 წლის სტაჟი მაქვს მუშაობით და რატო მოგახსებოდეს გამოდიან და კიდევ ყოფნის იმისი ნებისყოფა რომ დაიცვან ეს ხელისუფლება რომლებსაც ჭიანტყემლად არ მიაჩნიათ ხალხი საერთოდ არაფრად არ უღის ხალხის გასაჭირი მადლობა ქალბატონო ზარისთვის ბოდიშ გიხდით უნდა დაგემშვიდობოთ გადაცემისთვის გაკუთრილი დრო ამოგვიწურა თუმცა ჩვენ მოვახერხეთ მოვისმინეთ თქვენი შეფასება და ასევე მადლობას ვუხდით ჩვენს მაყურებელსა და რადიო მსმენელს გამოჩენილი აქტიურობისთვის იმისთვის რომ დაგვიკავშირდით და ჩაერთეთ გადაცემაში 6-ის ნახევარამდე გემშვიდობებით მე და კვლავ შემოგერთდებით სტუდია ნომერი 8 დროებით